თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულდა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულდა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რა გავლენას ახდენს ჩვენზე მედია? როგორ უნდა გავარჩიოთ სწორი და ცრუ ინფორმაცია? რას ნიშნავს იყო მედია წიგნიერი? ამ და მსგავს სხვა თემებზე ვისაუბრებთ რუბრიკაში გაფილტრე. რუბრიკა გაფილტრე. იყავი ინფორმირებული და იქნები დაცული. მე ნინი გიქაშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში კი გსურს ვისაუბროთ ინტერნეტ თაღლითობის, როგორც ხშირად უწოდებენ, სქემინგის შესახებ, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს არც თუ უმნიშვნელო ზიანი. დროის ხარჯვა, ემოციური დაძაბულობა, ფინანსური დანაკარგი, პირადი ინფორმაციის გამჟღავნება და მუდმივი დაუცველობის შეგრძნება. სქემერი ეს არის თაღლითი, რომელიც ინტერნეტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ცდილობს ადამიანების მოტყუებას, ძირითადად ფინანსური სარგებლის მისაღებად. მისი მიზანია ადამიანი მიიყვანოს იმ მდგომარეობამდე, რომ მან საკუთარი ნებით გაუმხილოს პირადი ან ფინანსური ინფორმაცია, ან პირდაპირ გადაუხადოს თანხა. თაღლითობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას ფიშინგი წარმოადგენს, რომლის მიზანი სწორედ პირადი და ფინანსური ინფორმაციების მოტყუებით მოპოვებაა. ბოლო პერიოდში თაღლითობის მიზნით შექმნილ Facebook გვერდებს მომხმარებლები სხვადასხვა გათამაშებითა თუ სამსახურის შეთავაზებებით შეცდომაში შეჰყავთ. თაღლითები ქმნიან ყალბ Facebook გვერდებს, რომელიც რეალური კომპანიის გვერდებს გავს. იყენებენ მის ლოგოს და ინფორმაციას, რათა მომხმარებლებს ნდობა გაუჩინონ. შემდეგ კი ცრუ გათამაშებებით ცდილობენ მათ მოტყუებას. თითქოს მათ ძალიან დაბალ ფასად შეუძლიათ პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ მომხმარებლებს სთავაზობენ შეკვეთის განთავსებას ან გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას. ითხოვენ მის პირად მონაცემებს, მათ შორის საბანკო ბარათის დეტალებს. საბოლოოდ შესაძლებელია, რომ ბარათიდან თანხა ჩამოგაჭრან ან მიღებული ინფორმაცია სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენონ. ფიშინგის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას ასევე წარმოადგენს ელფოსტით ან SMS-ით მიღებული ინფორმაცია თქვენი შორეული ნათესავის გარდაცვალების შესახებ, რომელმაც სავარაუდოდ მემკვიდრეობა ან გარკვეული თანხა დაგიტოვათ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შეტყობინების არარეალობის ამოცნობა ერთი შეხედვითაც ადვილია, რადგან ხშირად გაუმართავიანითაა დაწერილი, ზოგიერთი ადამიანი მაინც იჯერებს მას და ხდება მისი მსხვერპლი. თაღლითობის მაგალითია ასევე შეტყობინება, რომელსაც ღებულობთ ელფოსტაზე ან SMS-ით, იმის თაობაზე, რომ თქვენ მოიგეთ ლატარია, ან თქვენი ანგარიში დაბლოკილია. თანხის მისაღებად ან ანგარიშიდან ბლოკის მოსახსნელად მითითებულ ბმულზე შესვლას გთხოვენ, სადაც უნდა შეიყვანოთ პირადი და საბანკო მონაცემები. შეიძლება თქვენ ან თქვენს ნაცნობებს ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც საეჭვო შეტყობინება მოგივიდათ Messenger-სა თუ WhatsApp-ზე, სადაც გეკითხებიან, ეს შენ ხარ ამ ვიდეოში. თქვენ დაუფიქრებლად გახსენით ბმული და გაავრცელოთ ვირუსი, რომლის მიზანიც გარკვეული სისტემების დაზიანება ან ინფორმაციის მოპოვებაა. სოციალურ ქსელებში ან მესენჯერში ხშირად შეგხვდებათ მაღალანაზღაურებადი დისტანციური სამსახურის შეთავაზება, რომლის დასაწყებადაც ითხოვენ რეგისტრაციის საფასურს ან პირად დოკუმენტაციას. ასეთი სამუშაო რეალურად არ არსებობს და თუ თქვენ მიყევით მათ ინსტრუქციებს, არსებობს საფრთხე, რომ დააკარგოთ თანხა.
ონლაინ მედიის რეგულირება კი უფრო რთულია, რადგან ინტერნეტი მსოფლიო ქსელია და ნაკლებად ცენტრალიზებულია. აქ ინფორმაციის მომხმარებლები და გამავრცელებლებიც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. თუმცა შეძლების დაგვარად აქ იყენებენ საერთაშორისო კანონმდებლობას, საინფორმაციო თუ სოციალური პლატფორმების თვითრეგულირებას, ალგორითმულ მონიტორინგს და კანონებს, მაგალითად ციფრული სერვისების აქტს. შეიზღუდოს ცრუ ინფორმაციის გავრცელება, გაძლიერდეს პირადი მონაცემების დაცვა და განისაზღვროს კონტენტის რეგულირების წესები. მედიის მთავარ გამოწვევას დღეს ბალანსის მოზებნა, სიტყვის თავისუფლება და პასუხისმგებლობა წარმოადგენს. აქვე გვინდა გავიხსენოთ ეგრეთ წოდებული clickbait-ი. თაღლითები ქმნიან მიმზიდველ სათაურებს, რომლებიც გპირდებიან ფულს, საჩუქრებს ან გათამაშებებს. მაგალითად, მოიგეთ მილიონი ლარი დღესვე, ან უფასო ტექნიკა მხოლოდ დღეს. ამ ბმულებზე გადასვლის შემდეგ ან პირად ინფორმაციას მოითხოვენ, ან ვირუსულ ფაილებს აგზავნიან. Clickbaits იყენებენ ისინიც, ვისაც სურთ მათი გვერდის ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა. მაგალითად, სენსაციური სათაურების ქვეშ სტატიის სრულ ტექსტს გთავაზობენ პირველ კომენტარში, სადაც რეალურად არაფერი არ გვხვდებათ, ან ნახავთ რაღაც უმნიშვნელო ინფორმაციას, რაც განსხვავდება თქვენი მოლოდინებისგან. შედეგად, თაღლითების გვერდის მნახველთა რაოდენობა იზრდება, ან ამ ფორმით ისინი აგროვებენ გარკვეულ ინტერესის მქონე მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას, რომ შემდეგ გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის. და როგორ დავიცვათ თავი, ამაში კი დაგვეხმარება ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები. ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ოფიციალურ ვებსაიტებზე და სანდო წყაროებში. არასდროს შეიყვანოთ საბანკო ან პირადი მონაცემების აჭვა ბმულზე. ყურადღება მიაქციეთ გვერდების შექმნის თარიღს და გამომწერების რაოდენობას. თაღლითური გვერდები ხშირად ახალი შექმნილია და ცოტა გამომწერი ყავს. არ გახსნათ უცნობი ფაილები ან ბმულები ელფოსტაზე ან მესენჯერში. გამოიყენეთ ძლიერი პაროლები, ასევე დააყენეთ ანტივირუსი და განაახლეთ სისტემები. თუ უკვე შეიყვანეთ პირადი ინფორმაცია ყალბ ვებგვერდზე, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ თქვენი საბანკო ბარათი და დაუკავშირდით ბანკს. ინტერნეტ თაღლითობა აზიანებს არა მარტო კერძო პირებს, არამედ კომპანიებსაც. საინტერესოა, როგორც ცდილობენ კომპანიები, კერძოდ ტექნოლოგიური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. პირველ რიგში კომპანიები მუდმივად ასრულებენ სისტემურ მონიტორინგს, მუდმივად თვალყურს ადევნებენ ონლაინ სივრცეს, რათა დროულად გამოაღვიდნენ ყალბი გვერდები, თაღლითური შეთავაზებები და ფსევდო-აქციები, რომლებიც ვითომ მათი სახელით ქვეყნდება. ამისთვის იყენებენ სპეციალურ პროგრამებს და ხელოვნურ ინტელექტს, რომლებიც ავტომატურად პოულობს და ბლოკავს საეჭვო მასალებს. დიდი ყურადღება ექცევა ასევე კომუნიკაციას მომხმარებლებთან. კომპანიები აქტიურად იყენებენ საინფორმაციო კამპანიებს, ავრცელებენ რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს, რათა მომხმარებლები იყვნენ დაცულნი და თავიდან აიცილონ თაღლითობა. მაგალითად, ტექნიკის მაღაზიები, ბანკები და სოციალური ქსელები ხშირად ავრცელებენ შეტყობინებებს, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ფიშინგი და ყალბის შეთავაზებები. კომპანიები ასევე იყენებენ უსაფრთხოების სისტემებს. მათ ვებსაიტებსა და აპლიკაციებში არის ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, უსაფრთხო კავშირი. ასევე მუდმივად იყენებენ კრიპტოგრაფულ დაცვის მექანიზმებს, რათა ინფორმაციის მოპოვება მაქსიმალურად გაუჭირდეთ თაღლითებს. ფინანსურ ორგანიზაციებს, მაგალითად ბანკებს, აქვთ თაღლითობის ამოცნობის სისტემები, რომლებიც რეალურ დროში ამოწმებენ ტრანზაქციებს, ამოიცნობენ საჭირო მოქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში დაბლოკავენ ტრანზაქციას, ან დამატებითი იდენტიფიკაციას ითხოვენ. ამ მეთოდებით კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად დაიცვან მომხმარებლები და შეამცირონ თაღლითობის გავრცელება. ჩვენი გადაცემის თემა სულ ეს იყო, მე კი დაგემშვიდობებით. მადლობა მოსმენისთვის. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ, პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით.
თქვენი გვადევნეთ ახალ წელს დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.